გამარჯვებით იყოთ მეგობრებო. ეს არის გადაცემა ფიქრი ამოძრავებული მომავალია. ის ყოველ სამშაბათს არის პირდაპირ ეთერში, ტელევიზია ქართული TV ეხმარება მეცნიერთა კონგრესს და საღამოს 9 საათზე მეორდება. შუაღამეზე უცხოეთში მცხოვრები ქართველთათვის და ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება გქონდეს პირდაპირ ურთიერთობა როგორც ქვეყანაში ცხოვრება, ასევე ქვეყნის გარეთ ცხოვრებ ადამიანებთან. ისევე როგორც ყველა მინდა იცოდეს, რომ როგორც თქვათ, იმედს თუ სხვა ტელევიზიას უყურებენ უცხოეთში, ასევე აზერსატის მეშვეობით ჩვენ ესე იგი და კოსმოსის დახმარებით ვართ ყველასთან შეგვიძლია ვიყოთ ისევე როგორც სხვა ტელევიზიები. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო თემაზე საუბარი და საინტერესო პიროვნებაც გვეწვია. მე მინდა თავშივე ვთქვა, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა ქალბატონ ხათუნა ხელაიასთან ჩვენი შეხვედრა, დღეს პირველია ჩვენი შეხვედრაც, პირველად მოვიდა, ამიტომ ცოტა ხანში ის თავის შესახებ გვეტყვის ზოგიერთ რამეს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ და ქალბატონ ხათუნას მინდა გადავსე, რომ ეს არის ქალბატონ ხათუნას სისტემა, რომელმაც თქვენ მოგძებნათ, რომელმაც ჩვენ შეგვახვედრა. ანუ ძალიან დიდი ხანია ჩვენ ხალხში დაახლოებით 100,000 ფუნქციონერი დარიგდა, გითხარით, ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, ვთქვათ, ესეთ ჩვენი აქ პირდაპირ წერია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ხელისუფლება და ძალიან ბევრმა პიროვნებამ თქვენ მოგცათ რეკომენდაცია და მათ შორის არაერთმა ემიგრანტმა. მე ამას ბოლო საუბარი ჩემთან ქალბატონ ლუარანიჟერაძეს ჰქონდა, იმიტომ რომ თქვენი გადაცემები ან თქვენ შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია აქვთ, იმიტომ რომ თქვენ მიწის საკითხებზე მუშაობთ და ემიგრანტები ძალიან შეწუხდნენ ბოლო პერიოდში ბევრი რამით და ეს მიწა გახდა მათთვის ერთ-ერთი უნიშნულოვანესი. ამიტომ მე თქვენ გადმოგცემთ სწორედ იმას, რამაც თქვენ აქამდე მეორე ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, რომელშიც გამოკვეთილად გვიწერია, რასაც პატრიარქია ამბობს, რომ არც პრეზიდენტს, არც მეფეს, არც პატრიარქს არ აქვს უფლება გაყიდოს ქართული მიწა. მეგონი თქვენ ზიზიარებთ მეგონი ამას, ეს ორი რამ მინდა გადმოგცეთ. მადლობთ. თქვენ შესახებ ცოტა უთხარით, მე ერთ განცხადებას გავაკეთებ, რომელიც ჩვენს იმასთან პირდაპირ შეიძლება არ არის კავშირში, თქვენ შეგიძლიათ გამოიხმაუროთ, იმიტომ რომ ამერიკაში მცხოვრებმა ჩვენმა ძალიან საინტერესო პიროვნებამ ნიკოლოზ ჩხეიძემ დღეს ძალიან კარგი მასალა გამოაქვეყნა და მე მინდა რომ ეს უკავშირდება სწორედ ემიგრაციას, ემიგრანტებს და ამასთან დაკავშირებით ერთ პატარა განცხადებას გავაკეთებ. ქალბატონი ხათუნა ხელაია, ადვოკატი. მოგესალმებით ყველას. მე გახლავართ ადვოკატი ხათუნა ხელაია, მხოლოდ ეს შემიძლია საკუთარ თავზე ვთქვა, ბატონო თემურ, საერთოდ არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი. მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა და ვინც ამირჩია, ყველას მადლობას მოგახსენებთ და მინდა ერთი ისეთი ძალიან ასე ვთქვათ, საჭირბოროტო საკითხით დავიწყო დღევანდელი შეხვედრა. დამავიწყდა თქვენთვისაც მადლობა მეთქვა მოწვევისათვის. ამ სისტემამ ჩვენ ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გვაყოლინა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვინც თქვენ დაგასახელდათ. დიდი მადლობა მოწვევისათვის და მოდით გადავიდეთ იმ თემაზე, რომელიც ყველას ძალიან აწუხებს. როგორც უცხოეთში მცხოვრებ ემიგრანტებს, ასევე ჩვენ საქართველოს აქ დარჩენილ მოსახლეობასაც და ეს არის ძალიან მოკლედ შევეხები ამ თემას, ქონების გადასახადი, რომელმაც ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ პერიოდში, რადგანაც ეს იყო გამოწვეული მოუწესრიგებელი, რაღაც არაორგანიზებული დამოკიდებულებით ადმინისტრაციის, ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხის მიმართ. ქონების გადასახადი ახლა მე დავკონკრეტდები და მაინც ჩავალ და სიღრმეში და ვიტყვი, რომ ეს არის ადგილობრივი გადასახადი. ადგილობრივი გადასახადი ეს იმას ნიშნავს, რომ მას თვითმმართველობის, ადგილობრივი ტერიტორიების თვითმმართველი ორგანოს საკრებულოები აწესებენ. რადგანაც სახელმწიფო გადასახადია საშემოსავლო, იმპორტი, აქციზი და ასე შემდეგ, ხოლო ეს განაკვეთი დგინდება, როგორც ვთქვი, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მიერ. ამ ქონების გადასახადი, რომელიც შედგება იმისგან, რომ ადამიანის, ანუ ფიზიკური პირის, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, მისი შემოსავალი უნდა იყოს 40,000 ლარზე მეტი. ჯერ ეს ამ ციფრის კონკრეტიზაცია არის როგორც რბილად რო ვთქვათ დამამცირებელი, იმიტომ რომ დღეს 40,000 ლარი
არც ისეთი დიდი შემოსავალია და თითქმის ყოველ მეხუთე ოჯახს აქვს, ხო? თან საქართველოს მოსახლეობა ეს თანაც უნდა დავაკონკრეტოთ, რომ არაერთი პიროვნების, არამედ ოჯახის შემოსავალია და თან მინდა ვთქვა სამწუხაროდ საქართველოს მოსახლეობა წლის განმავლობაში უნდა გასული წლის განმავლობაში შემოსავალი ასე ვთქვათ, შეგროვილი შემოსავალი ოჯახის მიერ, რომელშიც სამწუხაროდ პენსიას მოიაზრება. ანუ საქართველოს სამწუხაროდ დაბერებულ სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და რეალობაა. აგრეთვე, რაც ჩემთვის კიდევ ერთი ასეთი საკითხი არის, ვიტყვი ამ სიტყვას დამამცირებელი. ხელფასი შედის მასში, მაგრამ დარიცხული ხელფასი შედის. ანუ ჩვენ ვიბეგრებით ორჯერ. ანუ 20% რა თქმა უნდა ვიხდით ის ვინც მუშაობთ საშემოსავლო გადასახადს და ამავე დროს ჩვენი ეს დარიცხული ხელფასი ხელახლა მიდის დაბეგვრის რეჟიმში. ანუ მოიაზრება სრული ხელფასი, რაც რა თქმა უნდა არ საერთოდ მიუღებელია. ანუ ფული რომელიც ხელში არ მიგიღია, არ მიმიღია, ფული რომელიც შედის ამ 40,000-ში. ამ 40,000-ში შედის და გარდა ამისა შედის მასში მემკვიდრეობით მიღებული ქონება, ჩუქებით, ანუ უსასყიდლოდ რომელიც გადმოიცემა პიროვნებას, აი ეს ქონებაც მიდის, თუმცა აქაც არის საგამონაკლისო წესი. ის რომ თუ ის ოჯახის წევრებს შორის მიდის ეს ჩუქება, ამ მემკვიდრეობა მიღებული პირველი რიგის კანონის მიერ მემკვიდრეებს შორის, მაშინ ეს არ მოიაზრება ამ შემოსავალში. და გარდა ამისა კიდევ მოგება, ისიც სრული მოგება შედის და ასე შემდეგ. ესე იგი, ეს თემა რამდენადაც მე ვიცი, მიდის დახვეწა, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია გამოვიდა, რომ ეს ცვლილებების შევა შესაბამისი და დროული კი არა დაგვიანებულიც არის, მინდა გითხრათ. გარდა ამისა, დავაკონკრეტებ კიდევ ერთხელ და ვიტყვი ეს მიწის საკითხი, რომელიც ასეთი რელევანტურია, ნებისმიერ შემთხვევაში გაქვს 40,000 შემოსავალი, არა გაქვს 40,000 შემოსავალი, არ აქვს მნიშვნელობა, ის დაბეგვრის რეჟიმში შედის. მაგრამ აქ თავისი სპეციფიკა და ამასაც მინდა ორიოდ სიტყვით შევეხოთ თუ თქვენ ყურადღებას. კი ბატონო, ეს არის ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენ შეკითხვებიც კი გამოგზავნეს ემიგრანტებმა, იმდენად შეწუხებული იყვნენ, მე გადმოგეცით თქვენ ეს შეკითხვები გამოგიგზავნეთ, რომ ესე იგი ამ კითხვებზე პასუხს ელოდებიან და თქვენი საუბარი ჩემთვის და ყველასთვის საინტერესოა, იმიტომ რომ ეს ურთულესი საკითხია. ძალიან ცოტა მეორე ნახევარში მიწას კიდევ უფრო გლობალურად თქვენს გქონდათ ამ ვიდრე აქ დავიწყებდით საუბარს და ამ ნაწილში შევეხებით, მაგრამ ახლა ეს რა მოწუროთ აი საგადასახადო თემასა და კიდევ რა შემოსავალი შედის ამაში? შედის ავტომობილი დასაბეგრ რეჟიმშია, რა თქმა უნდა, და ავტომობილის განაკვეთი კიდევ როგორი ბეგრება თვითონ ავტომობილი ასაქსა და ძრავის მოცულობას აქვს, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ლიბერალური შეღავათები არის გავრცელებული ელექტრომობილებზე. ელექტრომობილები უფრო ნაკლებად იბეგრება ვიდრე ჩვეულებრივი ავტომობილი. და გარდა ამისა, თუ ავტომობილს გაყიდი, აი ეს ნამეტი შემოსავალი იბეგრება აგრეთვე თუ თქვენს საკუთრებაში არის ქონება, საცხოვრებელი სახლი 2 წელზე ნაკლები ვადით და მას გაყიდით ამ პერიოდში, ეს შემოსავალიც შედის აი ამ 40,000 ლარიან შემოსავალში და ესეც რა თქმა უნდა დაბეგვრის რეჟიმშია მოქცეული. ეხლა რაც შეეხება ქონებას, რაც მოიაზრება საგადასახადო, ასე ვთქვათ, აი ამ ქონების გადასახადში. ეს არის რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად საცხოვრებელი სახლი, მათ შორის კომერციული ფართები, საიჯარო ფართები და ასე შემდეგ. დაუმთავრებელი შენობა, ნაგებობები, ეხლა იახტები და შოუმფრენები ეს ერთეულ ადამიანებს გააჩნიათ და ესეც დაბეგვრის რეჟიმშია მოქცეული. როგორც გითხარით, მიწა ეს სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული მიწა, არასასოფლო და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა და ასე შემდეგ. ანუ ეს არის კიდევ ბევრი რამ მოიაზრება დასაბეგრ ქონებაში. გარდა ამისა, მე გამომრჩა მეთქვა, რომ დასაბეგრ ქონებაში ემიგრანტებს რაც ყველაზე მეტად აწუხებს, ეს არის რომ მათი შემოსავალი, რომლითაც ასე ვთქვათ საზრდოობს მისი ოჯახი, ხო, გამოგზავნილი შემოსავალი, ეს არ შედის იმ 40,000 ლარის შემოსავალში, არ მოიაზრება. რადგანაც ეს არის საქართველოს გარეთ მიღებული შემოსავალი, მაგრამ თუ ემიგრანტს, რომელიც უცხოეთში მოღვაწეობს, მაგრამ საქართველოში მის საკუთრებაში არსებული ფართი მას გაქირავებული აქვს, მაშინ ეს აი ის დაბეგვრის რეჟიმში უბრალოდ იმ 40,000 ლარიან შემოსავალში შეიტანება იმიჯარის საფასური.
ანუ საქართველოს ტერიტორიაზე რაც მიდის შემოსავალი. თქვათ ის პიროვნება რომ თანხას აგზავნის ეს თანხა არ შედის. ეს თანხა არ შედის, მაგრამ ის თანხა რომელთაც იჯარით აქ, ქირით აქ, გაქირავებული აქ, საცხოვრებელი ფართი მის საკუთრებაში არსებული საქართველოს ტერიტორიაზე, ის ფართი ის ისინი ზოგადად შეწუხებული იყვნენ იმით, რომ იქედან გამოგზავნილი თანხა შედიოდა. ესე იგი ეს გადაწყვეტილია და არ შედის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მე ოცირიძეს უსმენდით და ძალიან ბევრს და ისინი ამბობენ, რომ თითქოს ის შედის ამ იმაში. ეს თანხა არის საქართველოს ფარგლებს გარეთ შექმნილი, ასე ვთქვათ, შემოსავალი. მაგრამ გამოგზავნა მან ეს თვითონ წყარო ამ თანხის წარმოშობის წყარო არის უცხოეთი. ანუ ჩვენი ტერიტორია, ჩვენი დაბეგრვის რეჟიმი არ არის. ამიტომ ის გამოგზავნილი თანხა, მაგრამ როგორც გითხარით, ის თუ მის საკუთრებაში არის აქ საცხოვრებელი სახლი, ბინა, მიწა, იჯარით გაცემული, ეს თანხები უკვე შედის იმ 50,000 ლარში. ანუ რაც არა გამოგზავნილი თანხა, არამედ იმ იჯარით მიღებული თანხა. იმ იჯარით, რომელიც მას საქართველოს ტერიტორიაზე ასასახოთ ვიღაცა ხო ყავს ოჯახის წევრი, ვინც აპირავებს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას. ეს უკვე დაბეგრვის რეჟიმში მოიაზრება, ან კიდევ ავტომობილი თუ ამის საკუთრებაში და ასე შემდეგ. ანუ ის რაც საქართველოს ტერიტორიას ეხება, ეს ურთულესი საკითხებია, ბატონო თემურ. რა თქმა უნდა, მე უბრალოდ გამიხადუნა, მინდა გითხრათ, რომ ეს ჩვენი პირველი საუბარია ამ თემასთან დაკავშირებით, ცოტა ვინმე საუბრობს. ნუ მე იმასაც კი გთავაზობთ, რომ მეცნიერთა კონგრესის დრო არის ყოველი სამუშაო დღე, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, 4-დან შეიძლება ეს გაიზარდოს კიდევაც და იქნება ძალიან კარგი და მე დარწმუნებული ვარ, ბევრი დაუჭერს მხარს, რომ შეკითხვები, რომელიც კი შემოვა თქვენთან კვირაში ერთხელ თუ თვეში ერთხელ, თქვენ აი უბრალოდ მარტო რომ ამაზე პასუხებს გაცემდეთ, რომელიც თქვენი მიმართულებაა, თქვენი პროფილია, იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ ადამიანებს ბევრი ისეთი რამ აწუხებთ და არიციან კიდევაც, აი თქვენ წერამ ძალიან ზოგიერთი რამ, როგორც მე ჩვენ ამის თაობაზე ვისაუბრებთ, ელემენტარული უცოდინარობა ახლა კითხვას მაშინ რომ თითქოს ყველა ადვოკატი დაიქირავოსო და უნდა იცოდეს რომ ამის საშუალება ვის აქვს ახლა რა ადვოკატი ბატონო თემურ უამრავი შეკითხვა შემოდიოდა ჩემთანაც მაგრამ მე ნუ მიწყენს მას პასუხს ვერ ვცემ იმიტომ რომ არის ჯერ ძალიან დიდი რაოდენობით არის და მე თითოეულ საკითხს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. ინდივიდუალურია მე ზოგად საკითხებზე ვამბობ. არა, საერთოდ ვამბობ მე, იმიტომ რომ კომპლექსური მიდგომა სჭირდება. თუნდაც ერთი საკითხი, როდესაც არის კითხვა შემოდის, მას კომპლექსურად უნდა მიუდგე და ძირფესვიანად უნდა შეისწავლო ის. იმიტომ არის ზოგჯერ ვრცელდება საგადასახადო შეღავათები, ზოგჯერ არ ვრცელდება, მიწას თავისი ის გააჩნია, საწარმოს თავისი მიმართულებები და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი კომპლექსურად უნდა იქნეს განხილული და ამას მე აქვს უამრავი დრო. თვითონ საგადასახადო სპეციალისტები არ არიან ერთ აზრზე. იმდენად რთულია საგადასახადო კოდექსი დიახ. და ამასთან მიმართებაში ახლა მე მინდა რომ ხაზი გაუსვა, აი მემკვიდრეობით ხო, აი ოჯახი რომელიც არის მოაზრებული, აი ამ ქონების გადასახადისთვის. ოჯახი ესე რომელიც ერთ სივრცეში, ნუ ერთი ასე ვთქვა ჭერის ქვეშ არის მოქცეული, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი, გერი თუ ვინც არის, ოღონდ ერთ მეურნეობას ეწევიან და იქიდან ერთი პიროვნება რომელიც იხდის ის არის გამცხადებელი თუ ვინ არის მისი ოჯახის წევრი. აი ამათი შემოსავალი იკრიბება ამ შემთხვევაში. ხო, ვარჩება შტაბ-ეტილება გავუთხრათ, იმიტომ რომ მე დავოსის კონგრესის მასალებს რო ვეცნობოდი და ახლა არ მინდა იმ ხელმძღვანელის ისინი მოვიყვანო კიდე აქ. უბრალოდ იქ იყო იმათ ძალიან არ აწყობთ რომ ოჯახს საკუთრება ქონდეს დიდი, იმიტომ რომ გადასახადი ქონების ძალიან დიდი ხდება. ევროპაში დაიწყეს უკვე ეს და ჩვენთანაც უკვე ხედავთ იმას, რომ ძალიან დიდია მიწის და ქონების გადასახადი, უფრო მეც გეტყვით. აი თქვენ როცა ჩვენ ამაზე უთხარით, რომ ამ საკითხებზე იქნებოდა ქალბატონი ხათუნა ხელაიო ეუბნებოდით, გავუდიოდა ძალიან ბევრმა გითხრა ასეთი რამ, რომ მე სოფელში მიწა გაცილებით იაფად შემელია ვიყიდო გლეხისგან, ვიდრე სახელმწიფო კიდის ჩემზე თავის სახელმწიფო მიწები რომ აქვს. ანუ მიწის ბაზარიც არასწორადაა ფორმირებული უკვე წარმოგიდგენიათ თქვენ ხო მიწის ფონდი და რაღაც და ასე შემდეგ და ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ უამრავი რამ არის აი თუნდაც აი ზეგან თქვენ გეკითხებოდნენ აი გარეთ საუბარი იყო იმაზე რომ 10-15 წელია მიწა სამუშაოებს აღებული ქონდა იჯარით 50 წლით ეხლა ეუბნებიან განცხადება უნდა დაწეროს, უნდა დააბრუნოს ეს მიწა უკან და უნდა გაიტანოს აუქციონზე, რატომ, რისთვის, რანაირად თუ აი ამ საკითხებზე თუ გაქვთ თქვენ ან რაღაც
კამათიც ხო შეიძლება ალბათ არა, ანუ თქვენი მოსაზრება როგორ მოთქვათ. რა თქმა უნდა, მიწის საკითხები ეს იმდენად კომპლექსური საკითხებია, რომელთანაც ზუსტად დაკავშირებულია ქონების გადასახადიც, მემკვიდრეობაც, ყველა საკითხია, მასთან იჯარა რა თქმა უნდა. აი, იმდენად მრავალმხრივია მიწის საკითხი. მიწა თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ ბატონო თემურმა, არის საკრალური, ასე ვთქვათ, რამ. უწმინდესი რამ, რომლის ასეთი ხელახებით, ასე ვთქვათ, განიავების უფლება ჩვენ არ აქვს. რაც მოხდა საქართველოში. მე ვარ სხვა, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფალია თუ ჩვეულებრივი მოქალაქეა, ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება, იმიტომ რომ წინაპრმა ბრიტანეთში როგორ არის მაგალითად, ხომ? აი ბრიტანეთში ეს ყველაფერი ეკუთვნის სამეფო იმას, ანუ ეკუთვნის როგორ არავის არ აქვს უფლება მეპატრონეს ინგლისელი, რომელიც ვთქვათ 10-20 თაობა თუნდაც იქ ცხოვრობს, მას არ აქვს უფლება რომ მიწა იყიდოს ან გაყიდოს. მას შეუძლია რომ ვიდრე მუშაობს იქ ცხოვრობს ინგლისელი, სხვა ვერავინ ვერ იყიდეს, იმას შეუძლია რომ იქ იყოს კი ბატონო, მაგრამ ის მემკვიდრეობითაც ვერ გადაცემს, ვერაფერს ვერ აკეთებს, რატომ ეს ინგლისია, ბრიტანეთია, ის ვერ აკეთებს იმას, ასაც ჩვენთან აიგე როგორც ვეკიდებით და მე ძალიან მძიმე კითხვებისთვის ვმზადები თქვენთვის, რომ რაც მოსაზრებები გამო. იმიტომ რომ ეხლა რაც შეეხება კიდევ ხო არ გამომრჩა, თუმცა თემა როგორც გითხარით ძალიან დიდია და მრავალმხრივია. მე ვიტყოდ რომ ამ შეხედვით ბევრი კითხვა მოყვება. რა თქმა უნდა, მე ალბათ ჩვენ დავიძებით და მასობაში ჩვენ რაღაცას დავილაპარაკებთ, რომ მაგალითად ძალიან მინდა რომ თქვენ ისე გახასიათებთ და ისე საუბრობენ თქვენზე როგორც ძალიან რაღაც პროფესიონალზე და ნუ ადამიანური კიდე ძალიან ბევრი ის გამოყვეს თქვენი და სასურველია რომ ასეთ ადამიანებს ვიცნობდეთ კიდევაც და ხშირად გქონდეთ ტელეეკრანი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და გავაგზავნებთ ალბათ ანუ თანამშრომლობას. დიდი სიამოვნებით. და ამიტომ თქვენ შეიძლება ყველაფერი რაც თქვენ გინდოდათ შეიძლება ვთქვათ ან მომძანეთ ან შეიძლება მე გავიხსენოთ, მაგრამ აი მაგალითად მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად ვიბრძოლეთ მაშინ, გახსოვთ თქვენ პირველი კონსტიტუცია როცა იქნება მიღები ხდებოდა, იქ პრაქტიკულად ეწერა რომ მიწის გაყიდვა შეიძლებოდა. გახსოვთ მაშინ მთელი საზოგადოება დადგა ფეხზე და ჩვენ მოვერიეთ იმას რომ, მაგრამ მოხდა რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა არ შეიძლება, ჩაიწერა. და მაგრამ არასასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა შეიძლება. ამიტომ მთელი თბილისი გახდა უკვე პრაქტიკულად ნახევარი საქართველო, იმიტომ რომ გარდაბნის, მცხეთის და იმის რაიონები შემოერთეს თბილისთან. თბილისში უკვე აღარ შეიძლება იყოს იგი სასოფლო-სამეურნეო მიწა, იმიტომ რომ თბილისი რაშვაშია სასოფლო-სამეურნეო მიწასთან, ის თავისთავად გახდა არასასოფლო-სამეურნეო მიწა, ეს ერთი და მეორე. ძალიან ბევრი მიწა გადადის უკვე სასოფლო-სამეურნეოდან არასასოფლო-სამეურნეოში. არ ვიცი, ჩვენ ვცდებით თუ სწორად ვაყალიბებთ. დანიშნულებას უცვლიან მიწას, ანუ სასოფლო-სამეურნეო არასასოფლო-სამეურნეოზე გადადის ეს მიწა, რომელსაც საჯარო რეესტრი ახორციელებს და სწორედ აი ამ მინდა შევეხო კიდე აი მტკივნეულ თემას, როგორიც არის თბილისის ტერიტორია და მისი შემოგარენი. სწორედ მასზე მქონდა საუბარი და ამასთან დაკავშირებით ესე საერთოდ მოკლედ შევეხები იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე 59 რეგიონში მიმდინარეობს გარდა 5 დიდი ქალაქისა სისტემური რეგისტრაცია, რომელიც სრულდება ერთ თვეში. თუმცა მე შეიძლება გაგრძელდეს, ვერ გეტყვით, არ ვიცი, არ ვფლობ ამ ინფორმაციას, მაგრამ 2026 წლის იანვრისთვის გარდა თბილისი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, რუსთავი. აი ამ 5 ქალაქის გარდა ყველგან სისტემური რეგისტრაცია, რაც ნიშნავს, რომ სავალდებულო რეგისტრაციაა. და ეს შეეხო თბილისს, მაგრამ შეეხო როგორც თქვენ ბრძანეთ, მის შემოგარენს 12 რაიონს. აი ჩამონათვალი მაქვს და მათ შორის არის წყნეთი, ახალდაბა, ძველი ხოსურად შეიძლება თქვათ ბეთანია, დიდგორი და ასე შემდეგ. 12 რაიონს შეეხო, რომელიც თბილისში რატომ უნდა შედიოდეს დიდგორი, ხო სასაუნლე. დიდგორიც შედის, ახალდაბაც შედის და ასე შემდეგ. ეს ვაკის რაიონია. წყნეთი და სოფელი ახალდაბა არის ვაკის რაიონი. თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა რამხელა ფასებია ჯერ ერთი მიწის ფასი, როგორ იყიდა რა ფასი ღირს წყნეთში და ახალდაბაში უკვე და რატომ მინდა ამ თემასაც შევეხო. თუნდაც კონკრეტულ მაგალითზე, აი ახალდაბაზე ვსაუბრობდით ამის თაობაზე, რომ ახალდაბის სოფელი არის წყნეთთან ერთად თბილისის ტერიტორიის შემადგენლობაში. ლოკალურად შეეხო ეს სისტემური რეგისტრაცია. რას ნიშნავს ეს? სისტემური რეგისტრაციის დროს მე თუ ჩემი წინაპარი ან თუ მე კიდევ ვფლობდი მიწას 2007 წლამდე, მე შემიძლია ის აღიარების რეჟიმით
საჯარო რეესტრმა ამ შემთხვევაში არა თქვათ საკრებულო ისა თვით მერიამ არამედ საჯარო რეესტრ, რომელსაც ეს ფუნქცია აქვს ამ შემთხვევაში გადანაწილებული, მიღიაროს ეს მიწის ნაკვეთი და გადმომეცეს ეს მიწა მე. ისე რომ მე რაღაცა მკაცრი პირობები არ დავაკმაყოფილო. ეს ამ გვერდი ავარა 2007 წლამდე. 2007 წლამდე. ახალდაბას რატო გამოვყოფ ახლა? ახალდაბა ძალიან ისეთი ტერიტორიაა, ათეულობით ჰექტარი მიწა, რომელსაც იქაური მაცხოვრებლები მამა, პაპა მათი და ეს ვიცი ზუსტად. მამა, პაპა აი 60-იანი, 50-იანი წლებიდან მოყოლებული შეიძლება უფრო ადრეც ფლობენ ამ მიწას, ამუშავებენ და 90-იან წლებში თან მყარი მიჯნაც აქვს ზოგი ბევრ მათგანს შემოვლებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ფლობს ეს ადამიანი, უვლიდა, თუ დღეს ვერ უვლიდა, თქვათ სიტყვაზე, უვლიდა მისი მამა, პაპა და ასე შემდეგ. 90-იან წლებში შიმში გადაარჩინა ამ მიწამ ეს მაცხოვრებლები და წყნეთიც მათ შორის. იქ მოყვანილი მოსავალით ეს ხალხი საზრდოობდა. დღეს ამ ხალხს ამ მიწების დაკანონების საშუალება მოესპო. მოესპო იმიტომ, რომ ახლა უყურეთ რატომ. მიწის რეფორმა, რომელიც 90-იან წლებში მიმდინარეობდა, იქ მიღება-ჩაბარების აქტები იყო გაცემული და ასე შემდეგ, მებაღლობის წიგნაკები უფრო საბჭოთა პერიოდის აქტებია და ასე შემდეგ, საკობლო ჩანაწერები და ესე არაფერი არ მოეპოვება ახალდაბაში. ანუ ამ მაცხოვრებლებს ხელში არაფერი არ უჭირავთ. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ ის უნდა წასულიყო როგორც აღიარებითი მიწა, ანუ როგორც დღეს ეძახიან თვითნებურად მიტაცებულ მიწებს. მაგრამ ვერ წავა ამ პირობებს ის არ აკმაყოფილებს და რატო? შენობა არ დგას იქ. იმიტომ რომ ქალაქის ტერიტორიას ეკუთვნის. აი თუ გასაგებად ხსნია მაგრამ. როდესაც სისტემური რეგისტრაციაა და იმ არეალში ხდება ესა თუ ის ტერიტორია არ აქვს მნიშვნელობა ქალაქია თუ სოფლის დასახლება, ამ შემთხვევაში შენობას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. მოსახლეს შეუძლია ის დაიკანონოს თუ რა თქმა უნდა დაადასტურებს იმას, რომ მის ფლობდა ამ მიწას. არა და ისინი ფლობდნენ ამ მიწას, იმიტომ რომ ჩემი თვალით მაგ ნანახი იქ რომ ღობი არის როდინდელი გაკეთებული, ძალიან ძველი. ძალიან, ხანდაზმულობის ვადები არის ალბათ ათეულობით წლები. ანუ ეს ადამიანები ფლობდნენ, მოყავდათ იქ მოსავალი და დღესაც მოყავთ. მაგრამ რადგანაც შენობა არ დგას, მე გეუბნებით ათეულობით ჰექტარზე. ეს ისეთი რამ არის დიახტებ ძალიან დაასრულა. და ეს უყურეთ ახლა მერია მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია გადასული, ჯერ კიდევ როცა მოვიძიეთ დოკუმენტები და დაგჭირდა ეს დოკუმენტები 2008 წლიდან. აი როდესაც შენ ხედავ ადგილობრივი ხელისუფლება რომ ეს მიწა ფლობის ნიშნები ეთყობა მას შემოვლებული აქვს ეს მყარი მიჯნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, შენ ვალდებული ხარ რომ აცნობო იმ პიროვნებას, ვიც არის ამის მფლობელი, ხო? და ჩართო ის ამ ადმინისტრაციულ პროცესში. ეს ისე გაკეთდა, რომ ხალხს საერთოდ არ გაუგია ამის შესახებ. იქ მითითებულია ამ აქტებში რომ გასაჩივრების, როგორ გაასაჩივროს ადამიანმა, როდესაც ინფორმაციას არ ფლობს. ეხლა ვიცით ახლა ეს ძვირადღირებული მიწებია, ეს აწყობს ძალიან ძვირადღირებული მიწებია და გარდა რომლის თაობაზეც, მაგრამ 2007 და 2008 წელი რატო აღებული თქვენი აზრით? 2007 წელი ვერ გეტყვით რატო აღებული, ეს არის ზღვარი, სადაც აი მიტაცებული მიწები თუნდაც თბილისის ტერიტორიაზე იყოს, ანუ ქალაქის ტერიტორიაზეც 2007 წლის 20 სექტემბრამდე უნდა იყოს ეს მიტაცებული, ასე ვთქვათ, მიწები და ფლობა. ჩვენი ვიცით ძალიან და დღესაც უნდა ფლობდეს იმ როდესაც ქალაქის მერი მიადგა ეგერ მიდამოებში და ბულდოზერით იმაშებოდა, მე არჩევნების წინ ყველას დაუკანონეს ის მიწები, ხო? ესე იგი თანაც ზოგიერთ მე ვიცნობ ძალიან ბევრ პიროვნებას 3-4 წლის იმისული იყო იქ და დაუკანონეს ანუ არჩევნებმა, ვთქვათ არჩევნებმა და ხმა მომეცი და ეს მიწა ვითომ ჩემი წინაპრისა ღვთისა ეს მიწა საერთოდ ყველა ამბობსო არავის არცად არ მიგვაკეგარი. მე რა მინდა გითხრათ რომ აი ხა ჩვენ ისეთ თემებზე და აშკარად დაუსრულებელი შეიძლება ამაზე საუბარი. სასიამოვნოდ მოსაუბრე და აშკარად ის პიროვნება ხართ როგორც რეკომენდაცია გაგიწიეს და მითხრეს რომ ესეთი მას შეუძლია რომ ადამიანების კარგი ინფორმაცია მიაწოდოს და ამშვიდოს და აწნაროს და რაღაც ზოგიერთი ისეთი რამ გვირჩიოს, რომელსაც მე ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ რა პრინციპში ვამბობ
თქვათ აი მეცნიერთა კონგრესი იქნება თუ სხვა რგოლი. მე რატომ მინდა ეს რომ რატო ვეხები ამას? ეხლა მაგალითად აი ამ დღეებში უსმენ მე ტელევიზიას გამოდიან და ამბობენ რომ აი ჩვენს ბინებში რო შენდება მრავალსართულიანი სახლები და მიწები აღარ იყიდება ვითომ მუცხოველებზე და სინამდვილეში წესი არის შემოვიდა მაფია ოპერობური ნახეთ. აი მოდის ვიღაც უცხოელი, ნუ ეს თქვათ ნიშნულობა არ აქვს რუსეთიდან არის, არაბეთიდან არის, თქვათ თურქეთიდან არის, ნიშნულობა არ აქვს, אז მოდის ის გიფორმებს სესხს თქვენ, სესხს გიფორმებს 200,000, 300,000, გჩუქნის 1-5-10,000, გეუბნება რომ აი ეს მიწა იყიდე ჩემი იმით, მაგრამ სესხი მაქვს გაფორმებული მე თქვენთან და როდესაც თქვენ ამ სესხს მე ვერ გადამიხდით, ის მიწა რჩება ჩემი. მე რადგან თქვენ, თქვა თემურშაშიაშვილმა მოვიდა ჩემთან ვიღაც და ღმერთმა დაამფაროს ამისგან, მაგრამ მოვიდა ვიღაც არაბი ან ვინმე და მითხრა მე რომ აი მე მინდა ეს მიწა ვიყიდო ღირს 200,000, მე თქვენ გაზდებთ $210,000, $10,000 გჩუქნი, 200,000-ის ვაფორმებ სესხს, თქვენ იყიდეთ ის მიწა საკუთრებაში და მე გარკვეული პერიოდის შემდგომ ამაში ხო წერია რომ ამდენ ხანში უნდა და ნუ შესაბამისად მე მიმაქვს ის მიწა. ანალოგიურად არის სახლებზე. აი სახლი მოდის მე ძალიან ბევრი პიროვნება ვნახე უკვე ასეთი და ახლობელია ზოგიერთი რომელმაც აი თქვა თავის სახელზე იყიდე ეს მიწა მაგრამ გააფორმა სესხი უცხოელთან და ის ავტომატურად წინასწარ არის შეთანხმებული რომ ის ყველაფერი იქნება მისი ჩვენ ვებრძვით ამ ქვეყანას დაუყულია უკვე ეს ყველაფერი ეს აი ამიტომ ხელისუფლება არსებობ იმისთვის რომ ესეთი რამეები არ უნდა მოხდეს და მით უფრო როდესაც რუსთაველის პროსპექტზე პირობითად მომბობ კინოთეატრ რუსთაველში არის დღეს არაბული ფირმა, რომელიც სახელწოდება რაც აწერია, მხოლოდ ის ნაკიდი აქვს ის სახელწოდება, თორე ის ფირმა არ არის და სინამდვილეში მან ესე იგი აი ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში საშინელებები გააკეთა იგივე ფირმამ. აშკარაა რომ ეს ფირმა 1 წელი და 2 წელი კი არა, დიდი ხანია უკვე პროექტი აქვს თურმე ქალაქის, პროექტი თქვენიცით ვარკეთდება ასე უცბად, ესე იგი ყველაფერი წინასწარ მიდიოდეს საუბარი, შეთანხმება, ყველაფერი როცა პროექტები აქვს, აგერ კინოთეატრში ახლა ვებერთელა ფულს ხარჯავენ იმის იმაზე რატო ვიცი ფულია ეს სწორედ ვითომ მოდიან აქეთ და ამ ფულს ხარჯავენ ახლა არის თუ არა ასე გასაკეთებელი ეს კინოთეატრი მაგრამ როცა შოთა რუსთაველის პროსპექტზე რუსთაველის კინოთეატრში პრაქტიკულად დაჯდა არაბული ორგანიზაცია რომელიც ჰარონმას ჰაერის გაყიდვა დაიწყო უკვე არ არსებულ ამაზე თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ეს მიწისადმი დამოკიდებულება, ქონებისადმი, სახელმწიფოსადმი დამოკიდებულება. მე ვფიქრობ, რომ მიწის გაყიდვა იწყება, ესე იგი, სინდისის გაყიდვით. მიწას ყიდი მაშინ, როდესაც ყიდი სინდის. ვინოს რომ ყიდი, მასე უკეთეს რასი ყიდიო, ჩვენა დიდმა პოეტმა თქვა და ბიჭო, მიწას რო ყიდი, კაცო და თანაც იცი როგორ ყიდი ამას, ხომ? ყველაფერი არის გაფორმებული. ეს არის კატასტროფული სიტუაცია, რომელშიც ჩვენ აღმოჩნდით და მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ამას შეგნებულად აკეთებს ხელისუფლება და ამით უნდა გადაირჩინოს თავი როგორც არჩევნების წინ გაუფორმა ყველას ეხლა ვთქვათ მოდიან ყიდულობენ ამ მიწებს მაგრამ ეს სახლები და მიწები არ ფორმდება ქართველზე ფორმდება ეს ვთქვათ ყველაზე მაგრამ ნოტარიუსი ცეცხლი აქვს აღებული ძალიან დიდი რაოდენობით და იმას რომ წინასწარიც შوار დააბრუნებს და შესაბამისად რჩება ყველაფერი ის სახლი ის მიწა ეს როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში როგორ შეიძლება ეს ამ პატარა ქვეყანაში ბრიტანეთის მაგალითი მოვიტანეთ ჩვენ ეგერ ანდა მე ყველას ვეუბნები რომ მე ბოლოში გავაკეთებ კიდევაც ამ განცხადებას ერთი მაჩვენეთ სოფლიოში ერთი ქვეყანა სადაც არაბული ქალაქი ერთი მაჩვენეთ რა მითხარით ერთი რა თელ სოფლიოში ერთი ქვეყანა მითხარით სადაც არაბული ქალაქია მოდიან და პირდაპირ მიწებს დაადგეს თავი რა თქვენ წარმოიდგინეთ რომ დიდგორი რომელიც 50-60 კილომეტრია თბილისიდან რომ გადიხარ მერია 40 კილომეტრზე ესე იგი არის თბილისი შენ რატომ იმიტომ რომ აღარ დაჭირდა და ადვილად გაყიდონ ეს მიწები და მოდიან სხვები აი ქუდი კაცე ესე იგი კაცე როგორც არის გამონათქვამი რომ გამოვიდეთ ამის თაობაზე რომ ესეთი რამის გაკეთება წარმოუდგენელია მე თქვენ რომ გაცემთ პასუხს მე კიდე მეორე ისეთ რამეს ვიტყვი უბრალოდ თქვენ რაიმეს მე რაც თქვი ნუ რაც თქვენთვის არ არის ინფორმაცია ცნობილი იმას ახლა ვერა მაგრამ რაიმეს ხედავთ ისეც მე თქვი ისეთი რამ რომ ვთქვათ ფაქტებს არ ეხმობა სამწუხაროდ მე საერთოდ ეს თემა ჩემთვის არის მეტად მტკივნეული მეტად
გითხრათ თან გულთან ახლოს ასე ვთქვათ მიტანილი თემაა, იმიტომ რომ ამას მთელი გულწრფელობით ვამბობ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლო როგორც აღგეუბნებოდი საკრალური. ის რასაც თქვენ მეუბნებით, ის ფაქტები, იცით რას მაგონებს? ყალბ ხელმოწერას რო აკეთებდნენ, იყო ერთი პერიოდი, სადაც ჩინელებთან აკეთებდნენ ხელმოწერას, მე ძალიან კარგად მახსოვს ეს პერიოდი, ფიქტიურ ქორწინებას რო აფორმებდნენ, რომ მე აქ დაფუძნებული იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იცით რა არის ბატონო თემურ? მოდით რა ყველაფერს ხელისუფლებასაც ნუ გადავაბრალებ. რა თქმა უნდა, მე არ ვარ. იმიტომ რომ ადამიანი თვითონ ამას უითმენს, როგორ შეიძლება ეგეთ. მაპატიეთ ამაზე, მაგრამ იცით რა არის? შენ თვითონ მე არავის არ მეუბნები, თუმცა მithქვამს კიდევაც, როცა მოსულან ჩემთან მიწის გაყიდვაზე, მithქვამს კიდევაც არ მალავ მაგას, რომ ნუ გაყიდი უცხოელზე. რაც არ უნდა გიჭირდეს, არ გაყიდო. მესმის რომ გიჭირს. მეც ახლა სოხუმელი ვარ და ბევრი რამ გაჭირვება მე არ მესწავლება ნამდვილად. ჩემთვის სიღარიბე და სიმდიდრე ერთნაირია, იმიტომ რომ ერთის ვიცი და მეორეს ვიცი. მაგრამ ნუ გააკეთებ ამას. დიახ, ატმოსფერო შექმნილია ასეთი, მაგრამ შენ რატომ მიდიხარ ასეთ რაღაც? მაპატიეთ ბატონო თემურ, შეიძლება მე რაღაცა არაპოპულარულად ვეხები ამ თემას, მაგრამ მე ამ კუთხიდანაც უყურებ. მაგრამ ერთი რამეში მე კი არ გეკამათებით, მე გედავებით იმაში, რომ აი ხალხი არ უნდა დაამშიო და არ უნდა დააუძლუროთ, რომ დამშეული ადამიანი ყველაფერზე მიდის. მე მახსოვს რომ ხესების გატვირთვაზე ეს არ გვამართლებს ჩვენ. არა, მე გამართლება არაფერს არ აქვს, გამართლება არ აქვს, აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ყველას მე ყველაზე მეტად მაწუხებს ის, რომ ხალხი რო ითმენს იმას, ისი მოთმენაც არ შეიძლება. აი ხალხი მიიყვანეს საქენა ნახილსაკამდე, აი იყო ადრე თავის დროზე ხესების თაობაზე, მახსოვს მე ერთმა პიროვნებამ შეხვედრაზე თქვა, როდესაც მე ვთქვა თათფირი იყო, რომ გავყიდოთ ერთი ხესიო და გადავიხადოთ ეს პენსიებიო ხალხი ქუჩაში არ ვეროდ, მაშინ პასუხი იყო, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა, გადაგვლეკავსო. მაგრამ იმდენად შუქი აღარ მიცეს, მე შეგნებულად არ მიცეს, იმიტომ კი არა რომ აი ნახეთ თქვენ რაშია საქმე, შეგნებულად არ მიცეს შუქი. აი მე გეუბნებით აგერ მე ვარ ის პიროვნება, როდესაც ვარციხგესი გამოვდეს, ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, აი დირექტორი და რომელიც მოვიდა ჩემთან და მითხრა წყალს მაგცევებენ და ხალხს შუქს არ აძლებენო. და რომ მივედი მართლა სპეციალურად ხდებოდა ეს მიზნად მიმართულად გრევა. თქვენ გონიათ რომ მართლა შუქი არ უნდა ქონებოდათ ხალხს? არა, ეს არ იყო, ეს გაკეთდა სპეციალურად და აი შუქს არ აძლებდნენ, იმიტომ რომ თანაც ნახეთ როგორ კარგი იმას გადაიხადონ ფული. მე ვეუბნები, კარგი იმ რეგიონში არ იხდის 10 და იხდის 20. რატო უხდი? იმის გადაიხადა, იმას რატო ურთავთ რა ამ იმას, რა? ასე იგი ბატონი გოდერძი მახსოვს ახლა ღირსეული კაცი ძალიან კუპრავა, რომელიც იყო ხელმძღვანელი ამ ვარცელგესის ატირებული მოვიდა შვაღამეზე და მითხრა რომ ასე მდგომარეობ წამიყვანა შვაღამეზე და მაჩვენა რომ შუქი არ არის არსად თელ დასავლეთ საქართველოში და ამ დროს წყალი იქცევა და რატო იმიტომ რომ დღე ამას ხო გაიგებდა ხალხი და ღამე აკეთებინებდნენ ამას ყველაფერს ხო? ანუ ხალხი მერე მიიყვანეს იქამდე რომ ოღონდ შუქი მოგვეცით და გაყიდეთ ყველაფერი და არც ერთი ხესი ჩვენი არ არის ხო? აი ეხლა ხალხი ჯერ კიდევ ლაპარაკობს რომ იწა არ გაყიდოთ. ეხლა ისე დაამშიეს და დააუდურეს ხალხი რომ გეტყვის გაყიდეთ რაც გინდათ, ოღონდ მაჭამე და მასვია. აი ეგ არის უბედურება. ეს არის პოლიტიკა ეს. აი ამაშია მთელი ეს პოლიტიკა მე არ მომამბობ რომ ამ ხელისუფლებისაა მარტო ეს პოლიტიკა მოდის სამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მახინჯი პოლიტიკა რაც დრო მიდის კი არ მცირდება, არამედ იზრდება. ასეთი მაფიოზური დამოკიდებულება მიწისადმი, ასეთი აგდებული დამოკიდებულება მიწისადმი, ასეთი გაყიდვა პატრი ადამიანები გამოდიან და ლაპარაკობენ აი ბიზნესია მოკი, მაგრამ პატრიარქმა რომ თქვა რომ არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც არავის არ აქვს, არც პატრიარქს არ აქვს გაყიდვა მიწის გაყიდვის უფლება, კი რატო აკეთებთ ამას? რომელი სახელმწიფო აბერტი არაბეთში ჩადი და იყიდეთ 1 კვადრატული მეტრი. იყიდეთ აბა ისრაელში 1 კვადრატული მეტრი. პატარა ქვეყანა ვართ, ხალხო რა აშვებით? აი მიწის კოდექსი ქონდათ საბჭოთა პერიოდში კომუნისტების დროინდელი. ბევრად უფრო სქელტანიანია და ბევრად უფრო მოწესრიგებულია სამწუხაროდ. ისევე როგორც შრომითი კოდექსი, ძველი. ვიდრე დღევანდელი, აი ესეთია სულ ეს დასუსტებული ასე რომ სპეციალურად დატოვებულია ღია ადგილები. რა თქმა უნდა, ეს სპეციალურად არის ალბათ კი არა ასეა გაკეთებული. ერთ რაღაცას მინდა კიდე ხაზი გაუსვა. აი მოდით ხო შეიძლება რომ რაც კარგია ის გადმოვიტანოთ, რაც ცუდია ის უყვაგდოთ. აი მაგალითად უცხოეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახლა სხვა იმაში გადავიჭრები, მაგრამ ვიტყვი ამისთან რაღაცას. ისევე როგორც ევროპის ზოგიერთ
სახელმწიფოში მოქმედებს ციხესიმაგრის დოქტრინა. არის ეგეთი დოქტრინა, რომლის მიხედვით მე საკუთრე რომლის უფლებებით შეიძლება სრული უფლება გამოიყენოს როგორც ფიზიკური ძალა, ასევე იარაღიც. ეს აქტიურად გამოიყენება აგრეთვე გერმანიაშიც. და გერმანიის სასამართლო, ასე ვთქვათ, ფართო განმარტებასაც აძლევს ამას და ეს იმას ნიშნავს, რომ აგრეთვე ისიც მინდა ვთქვა, რომ ამერიკის ზოგიერთ შტატში ფერმერებს გამოკრული აქვთ ესეთი განცხადება, რომ თუ შემოაბიჯებ, ესე უნებართო ჩემს ტერიტორიაზე 911-ს კი არ გაურეკავ, არამედ პირდაპირ იარაღს ავიღებ და გესვრი. აი ეს დოქტრინა მოქმედებს ამ ქვეყნებში. მათ შორის გერმანიას რატო უსვამ ხაზს? იმიტომ რომ ჩვენ როგორც საქართველო ვრცელდება რომანულ-გერმანული სამართლებრივი რეჟიმი. ჩვენთან ეგ არ არის. ჩვენთან სხვა რეჟიმია ამ კუთხით. მე საკუთრეს ახლა ვიმედ რომ თავს რომ დაესხას, ან მიწის ნაკვეთი წაართვას, ან კიდე სახში შემოუვარდეს, შენ თუ რამე გააკეთე ისეთი რომ ან თქვათ ღმერთმან უქნას რომ ან ესროლე ან რაღაცა, შეიძლება შენ დაგაპატიმრო, მე საკუთრე. იმიტომ რომ ძალიან მყიფია, აი რასაც ქვია, თავდაცვისა და თვითდახმარების რას მოვაყოლე ახლა ეს ყველაფერი, ეს იმას მოვაყოლე, რომ ჩვენი უფლებები არის ძალიან, როგორ გითხრათ, მე არ ვამბობ, რომ იარაღი ხელში ავიღოთ და ვესრულოთ ვინმეს. არა, ამ აზრისგან რა თქმა უნდა ძალიან შორსა ვარ, მაგრამ ესეც იმას არ ნიშნავს, რომ მე ყოველნაირად დავიჩაგრო, ხო? დავიჩაგრო იმას ნიშნავს, რომ აიყვანეთ ახლა ბატონო თემურ ეთყობა მე იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი ურთიერთკავშირშია და მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. აი ამ მიწის რეგისტრაციებზე, რომელსაც ახლა ჩვენ შევეხეთ, ახლა დავკონკრეტები და ცოტა სიღრმეში შევალ. მეზობლებს შორის დავა გამოიწვია და ეს დავა უკვე ათეულობით წლები მიდიან, მაგრამ ეხლა უფრო გამწვავდა, იმიტომ რომ გადაფარვები წავიდა, იმიტომ რომ მემკვიდრეობა, დედმამის შვილები არინდობენ. აი ასეთი სიტუაცია დადგა. თან კიდევ გადაფორმებასთან დაკავშირებით ის რომ ხალხს ეშინია რომ გადავიფორმებ მე იპოთეკა მაქვს და შემდეგ რომ მოვალეთა რეესტრში მოვხვდე და წამართვან ყველაფერი აი ესეთი სერიოზულ თემას ეხებით რა რომ მიწას გადაფორმება არ უნდა რა იცით რამდენი მირეკავდა და მირეკავს დღესაც და მეუბნება გადავიფორმო თუ არა მიწა როგორ უნდა უთხრა ახლა ადამიანს იცი რა არ გადაიფორმო შენ მიწა ან გადაიფორმე მიწა იმიტომ რომ ის ორ ცეცხლში არის მოქცეული მე მეუბნები არის ასეთი სიტუაცია რომ შენ თუ არ გადაიფორმებ მიწას მაშინ მიწას წაიღებს სახელმწიფო რომელი გირჩევია რომელია შენთვის რელევანტური მითხარით აი თქვენ თვითონ განსაჯეთ მე გიხსნი რას აქვს რომელს რა შედეგი მოყვება აი მაგალითად სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში თუ მიწის მფლობელი არ იძებნება ხო არის ესეთი რომელიც წასულია უცხოეთში და უგზავნილ დაიკარგა და ასე შემდეგ და ვერ ძებნის მას რეესტრი იმიტომ რომ რეესტრი თვითონ აკეთებს ამ რეგისტრაციებს კიდე ჩემი განცხადების და თქვენი განცხადების საფუძველზე კი არა თვითონ არის ვალდებული იძიოს ეს ერთი მტკაველა მიწაც არ უნდა დარჩეს საქართველოში რეგისტრაციის გარეშე. აქედან გამომდინარე. და ის თუ ვერ მოძებნის ამ პატრონს, მაშინ საჯარო რეესტრის ამონაწერში აისახება ინფორმაცია, რომ არსებობს ვინმე ენ პიროვნება, რომელსაც ამ მიწაზე აღიარების მოთხოვნის უფლება. ან კიდევ თქვათ არის პიროვნება გარდაცვლილია და მისი უფლება ხო არის რომ ძველი ის არის მოსახლე გარდაცვლილია და მისი უფლება მონაცვლე არ მოიძებდა. ასეთ დროსაც საჯარო რეესტრი აკეთებს ამონაწერს და წერს რომ მიწაზე საკუთრების აღიარება შეიძლება ესე განხორციელდეს და მოთხოვნის უფლების აღიარების შესახებ უბრალოდ ასეთი ჩანაწერია და ასეთი ჩანაწერების მოქმედების ვადა გრძელდება სანამ მიმდინარეობს ეს რეგისტრაცია. მაგრამ არის კიდე მეორე საკითხი, როდესაც პიროვნება აი მაგალითად გლეხი ვინმე ხო უარს ამბობს რაღაც მიზეზების გამო არ მინდა ბატონო არ ვირეგისტრირებ ამ მიწას ან კიდევ მისი უფლება მონაცვლე გარდაიცვალა ეს ადამიანი და მისი უფლება მონაცვლე აი რაღაც შიშების გამო იმის გამო რომ გადასახადია იმის გამო რომ მას იპოთეკა ან კიდე მოვალეთა რეესტრში ზის ან კიდე სხვა მიზეზები აქვს მემკვიდრეობითი ასე ვთქვათ პრობლემები და ასე შემდეგ და უარს ამბობს ასე დროს
ასე დროს სწორედ აი ამ აღიარებამდე ბოდიშით მე იქ ზემოთ რო ვთქვი როცა არიძებნება იქ არის სანამ აღიარება კანონმდებლობით არის შესაძლებელი და ამ შემთხვევაში კი როდესაც სისტემური რეგისტრაცია გრძელდება მხოლოდ იქამდე იქნება ეს ჩანაწერი მე ამ მიწას წაიღებს სახელმწიფო და ირეგისტრირებს თვითონ და ეხლა თქვენ თვითონ იცით მე რა ხდება ამასთან დაკავშირებით და ასეთი არაერთი შემთხვევაა მინდა გითხრათ მე ისეთ კარგ თემებს ეხებით და უბრალოდ თქვენ ძალიან რომ კარგი და მაგალითად მოიყვანეთ რომ საბჭოთა პერიოდში უფრო ჩვენ რა გვინდა მიწასთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის რომ პოლიტიკა ქონდა ეს იყო უნიკალური პოლიტიკა რომელსაც როდესაც მე იგივე დაუსის კონგრესის მონაწილეობას მოვიღებდი და იქ გამოვედი იქ თქვეს რომ ამისია მომავალიო რა განახეთ რა მარტივად ქონდა დავით აღმაშენებლის ვინც მიწას ამუშავებდა იმას 4-ჯერ და 5-ჯერ ნაკლებ გადასახადს აღთევინებდა იმასთან შედარებით ვინც მიწას არ ამუშავებდა ძალიან ბევრი სამართლიანი სასწაული ჩვენი ქვეყნისთვის არის ჩვენი მეფისა დავით აღმაშენებლისა იქ წამოხდა ამერიკელი და მითხრა რას ამბობო ეს არის მსოფლიოს მომავალიო საქართველოში მიწა აქვს ნაკედი ბევრი იმეს ახლობელი მათ შორის ჩემი აბსოლუტურად არ ეხება არც ჩასულა არც უნახავს არც იცის უბრალოდ იაპად იყიდა ეს მიწა და მას ხვალ ზე მივა და ითქვის ჩემიაო არაფერი არ კეთდება იმ მიწაზე სახელმწიფო უნდა აკონტროლოს ფასები კი არ უნდა გზავნოს დიფერენციაციაც უნდა მოხდეს რა უნდა ნახეთ რომ ვინც მიწას ამუშავებს აქ შეიძლება სახელმწიფომ გამოაქვეყნოს და თქვას რომ ვინც ხორბალს მოიყვანს მე არ ვახტევინებ გადასახადს მეტრო ხორბალი ხო ხედავ რუსეთთან მოგვაქვს პური არის კატასტროფული მდგომარეობა რატომ უნდა მოქონდეს ან კიდე სახელმწიფომ რო თქვას რა თქმა უნდა სახელმწიფომ რო თქვას დღეს რომ ვინც არ იხენებს შხამქიმიკატს და მოყავს კარგი პროდუქტი თუნდაც თვითონ რომ ჭამს მე ჯანმრთელი ადამიანი მინდა არ ვახტევინებ გადასახადს აი ნახეთ აი მე რომ დღეს როგორ წავალს ისა სასწაული დაუმუშავებელი მიწა არ გვექნება ასე ადვილად არ იყიდიან იმიტომ რომ მე ვიცი რამდენიმე ქართველი 200-300 ნაკვეთი აქვს მიწის ნაკედი ამდენი სახლები აქვს ნაკედი და აი ხო გეუბნებით რომ აი ეხლა მოვა პერიოდი როდესაც ქართველ კაცს ათქმევინებენ საკუთრებაზე უარს იმიტომ რომ იმდენად დიდ გადასახადზე აიყვანებენ რომ ადამიანი იტყვის არ მინდა სახლი რომ მქონდეს არ მინდა მიწა რომ მქონდეს აი სწორბრძანებ თქვენი ვინ იყიდის ამას საქართველოში გაძვირება ყველაფრის ქირაობის ქირავნობის თუნდაც იჯარის მიწის ფასი ან თუნდაც პროდუქტების ფასი გაიზარდა იმის გამო უცხოელები შემოვიდნენ მე არ მინდა სხვისი მაგალითი ამაზე მაღაზია ჩვენს ქვემოთ სადაც ცხოვრობთ იქ რო არის ვკითხე რომ გუშინ წინ 2 ლარი რო ყიდა დღეს 5 ლარი მოვიდა ინდუელი და გადაიხადა 5 ლარიო და ამიტომ მითხრა რომ ჩვენთან ეს ამ რო უთხარი მე გაიხადა 10 კაცი მოდის და მე მირჩევნია ეს პატარას გაყრიდი წარმოვიდგენიათ როგორ არის სახელმწიფოს შეუძლია სწორედ იმიტომ რეგულაცია აი მეცნიერ მეტი კი არაფერი მეცნიერთა კონგრესი აქვს ისეთი პროგრამები კალბატო ხათუნა აი გეუბნებით 6 თვეში მოტივირებული გახდება ყველა ადამიანი აი რომელიც მიწაც უნდა დაამუშავოს უნდა მიეხმარო გადასახადებიც უნდა შესაბამისად აი კიდევ შენ უნდა არეგულიროს შენი მექანიზმები გაგაჩნია ბერბერები ამის ჩემი მე ქუთაისში გამოვცადე ერთხელ ასეთი ისა რომ აი ავიღე ნებართვა და გავაკეთე ვინცაც მოგების გადასახადი ექნებოდა მოგების იმიტომ რომ ყველა წარმოება მუშაობდა წაგებაზე ეს ხო ტყუილი იყო ორმაგიის ჰქონდათ ხომ ეხლა ვინ მუშაობს აგებაზე არავინ არა ისინი მუშაობდნენ მოგებაზე მას არ აჩვენებდნენ და მე ვუთხარი რომ ვისაც მოგების გადასახადი ექნება მაღალი იმით გადაიფარება მიწის და კონების გადასახადი ანუ შენ მოგების გადასახადი თუ გაქვს რამდენის გაქვს ორჯერ მეც ფარავ მიწის და კონების გადასახადს აი ნახეთ თქვენ როგორი უკვე კანონი როგორი ის ამან გამოიწვია ის რომ იმ პიროვნებამ უკვე სადაც ეს მქონდა ეს წარმოება იყო სასწაულის შედეგები გააკეთა და დღეს ის წარმოება ერთი ქუთაისში რომელიც გაუჩერებლად მუშაობს გაუჩერებლად ვისთანაც ჩვენ ეს ექსპერიმენტი ჩავატარეთ ამ ქვეყანაში სადაც ნიჭით გატენილი ადამიანებითა ეს ქვეყანა სავსე და ქვეყანაში გარეთ უარიან წასული ქართველები როგორ შეიძლება რომ აი ესეთი მყისი დამოკიდებულება და აი ესეთი ურუს დამოკიდებულება და ჩაკოჩის დამოკიდებულება კონდეს ყველაფრის მიმართ ხო შეიძლება რომ ესენი მოაწესრიგო რა ხორბალი შეიძლება ჩვენ რუსეთთან შემოქონდეს და ან შეიძლება ასეთი მოწამული პროდუქტი როცა ამდენი ენდემური ჯიში ჩვენთან არის ამდენი მიწა დაუმუშავებელი იყოს მაგრამ გამოუცხადეს უთხარი რომ სესხს გაძლებ
იაფინას თუ მიწას ამუშავებ თუ არ იყენებ იმას რა ქვია პესტიციდს და ჰერბიციდს არ იყენებ და ქიმიას არ იყენებ რაღაცა გამოაცხადეს ქართველი კაცი ამობენ მუშაობა არ უნდა როგორ არ უნდა თელი საბერძნეთში იტალიაში თქვენ იცით ძალიან კარგად ბევრი ნაცნობი და ჩვენ რო წავედით იქეთ ემიგრანტები ეძებენ ქართველს იმიტომ რომ ყველაზე გულისხმიერი ყველაზე პატიოსანი ყველაზე წესიერი ესენი არიან კი მაგრამ სხვის მშობელს თუ უვლის და თვის მიწას თუ უვლის როგორ არ მოუვლის თავისას არ მოუვლის ის ადამიანს გახდიდა რომ იმუშაოს აიგერ ეხლა პიროვნება უცბად დარეკა და შემთხვევით ხო ხდება რაიმე ჯულია ბობოხიძე ეს პიროვნება ვინ არის ეს 30-20 წელია თუ რაღაც წასულია ბანკის ვალების გამო წასულია გარდაეცვალა ქმარი გარდაეცვალა ერთი ბიჭი გარდაეცვალა მეორე ბიჭი და აღარავინ აღარ დარჩა და დარჩა თვითონ მარტო და ის გავყიდეს სახლი ყველაფერი წაართვეს და ეხლა ჩვენ ადვოკატებს და იმას ვეუბნებით რომ ბიჭო შეიბრალეთ ეს ადამიანი რა ბანკი ხართ ესეთი რომ თქვენს ბანკს და თქვენს ცეცხლს შეეწირა ყველა ადამიანის სიცოცხლე ამ ერთ ოჯახში და რა გავთ ამ ბანკირებს როგორ თვლით რამდენი გაქვთ ფული ამ ადამიანებს როგორ ეკცევით ასე და უამრავი ადამიანი ამბობს დღეს წამოვალთ აი აგერ მე სპეციალურად ეხლა დრო არ არის მაგრამ შემოვიტანე პეტიცია რომ ქალაქი ბაგრატიონი აშენებული იყო საქართველოში რა არის არაფერი მიწის ტერიტორია იყოფა ვისაც ერთი 1000 კაცი აღმოჩნდებოდა რომელსაც ესე იგი იტყოდა რომ ქალაქი ბაგრატიონი კი ბატონო დავსახდები აქ თვითონ არავით არის მაღალ სართულიანები და არაფერი თანამედროვე ქართული 2 სართულიანი 3 სართულიანი როგორც არის დღეს ევროპაში არავის არ აქვს ეს 100 სართულიანი და 200 სართულიანი ესე იცით თქვენ ძალიან კარგად და ვეუბნებით რომ მოდით გავაკეთოთ არა და არაბულ ქალაქს მიშენებ და ბაგრატიონი ქალაქი ავაშენოთ ეს არც განიხილე ეს წინადადება ეს როგორ შეიძლება ეს საქართველო ხო არის სახელმწიფო ხო არის ჩვენ ამაში წერია კონკრეტულად და ფული არ ჭირდებოდა სახელმწიფოს არაფერი გარდა იმისა რომ გამოეყო ტერიტორია და ეთქვა და ჩვენ გარკვეული ტერიტორიები არსებობს კიდე ხო უნიკალური უნდა იყოს ეს ქალაქი ბაგრატიონი რო აშენდეს არა აი აშენდებოდა ქალაქი ბაგრატიონი რომელშიც უამრავ ადამიანს გაუჩნდება სურვილი და იგივე უცხოეთში რო არის და დღეს მიწა არ იცის სად იყიდოს ან კიდე ვეუბნებოდით ბიჭო რატო უშენებთ ამ ემიგრანტებს სახლებს ქალაქებში არა ფული რასაც ხარჯავთ ფულს აკეთებდნენ ამაში თორე მე ვნახე ქუთაისში აი მაგალითად კლინიკურ საავადმყოფოში საავადმყოფოს ერთი კორპუსი ემიგრანტები ჯერ ერთი 1000 უბედურებასთან არის დაკავშირებული მაინც კლინიკური საავადმყოფო იყო და ყველა ოთახი იყო წამებასთან ტანჯვასთან ადამიანებს და ვეუბნებოდი რომ ამას ნუ აკეთებთ ამისთვის მაგრამ ნუ ჩვენ ხო ამას ვერ წვეთით და ერთი ბინა რაც დაუშვათ მისი რემონტი აი იმით უნიკალურს მიწას იყიდით და რომ მიგვეცა იმ კაცისთვის და გვეთქვა ფულში კი არ ხელში კი არ გაძდევთ ფულს სადი სოფელში სადმე მიწა იყიდე თავისუფალია ყველაფერი დასახლდი მიწაც ეკნებოდა დასაქმებულიც იქნებოდა და ქალაქში ვაჭრობს ახლა დღეს ყველა ეკეთ ხო მექანიზმი ყველგან არსებობს თუ მეკთამი არ არის ხელისუფლება რაიონში ქალაქში მხარეში თბილისში ყველგან საქართველოში მთლიანად ყველაფრის გადაწყვეტა შეიძლება ერთადერთი რამე არის რომ ქვეყანას არ ყავდეს ფულისა და ძალაუფლების მოყვარული ხელისუფლება მე იმეც ვიტოვებ რომ ძალიან მალე დასრულდება რა თქმა უნდა ამის ასე გაგრძელება როგორ შეიძლება თქვათ რომ ეს არის აი მაგალითად ეხლა მე არ მინდა ამასთან განცხადება რასაც უკავშირდებოდა ეხლა დროში ჩვენ ძალიან ეგურავთ მართლაც როგორი სასიამოვნო პიროვნება გვეწვია და აი მე გაზრდით პირობას რომ ძალიან ხშირად შევაწუხებ და მართლაც მე ბოლოში თქვენთან შეთანხმებით მოვილაპარაკებთ რომ მას გარკვეული დრო ექნება აშკარად საქმე გვაქვს განახტებული ძალიან ესეთი საქმეში ფრმად ჩახედულ პიროვნებასთან თანაც აფხაზეთი იქედან წამოსული ყველაფრის ფასი რომ იცი როგორ თქვა ეხლა სიმდიდრის ფასიც ვიცი და სიღარიბის ფასიც ვიციო ამის უკან ხო დგას ყველაფერი დიდი სიმდიდრე ჰქონდა აფხაზეთში დაკარგა ის არაფრის მქონე გახდა უცბად მაგრამ არ დაკარგა ამისისა და ნუ რაღაც მე ამისთვის აი მართლაც ეს გამონათქვამი არის უნიკალური თქვენი რა ბრძანეთ ახლა სიმდიდრის ფასიც ვიცი და სიღარიბის ფასიც ვიციო მე უბრალოდ მინდა გითხრათ ერთი რამ აი რაც არის რაზეც მე გული მწყდება ქვეყანაში თქვათ აი ხათუნა დავანებოთ ჩემ პასუხსაც მე არ მინდა ამ იმაზე მაგრამ განცხადება რომ მინდოდა გაკეთება რას ეხება ეს ნახეთ დღეს მე სხვა შორის აი ამის გადაცემა აქვს Facebook-ზე 23 საათზე ვიწყებ და იქ ამ თემაზე უფრო ბად ვილაპარაკებ აი სახელმწიფომ დღეს წამოწია არჩევნების შემდგომ რამდენიმე საკითხი მიწასყიდის აშკარა რომ 3-4 წელია იცის რომ უნდა გაყიდოს არჩევნების წინ არ უთქვამს არაბებს ვყიდით რომ არ უთქვამს ესე იგი ემიგრანტებზე თქვა რომ
გარჩევნების იმას უფლებას ვარწმევთ, ხმის უფლებას არ უთქვამთ არჩევნების წინ. განათლების კანონის პროექტი შემოიტანა, რომ თელ კორპუსებს ხიდიან და რეალურად მასწავლებლებს და იმას ამცირებენ და რაღაც აშკარად ფული უჭირთ და ამის არ უთქვამთ არჩევნების წინ. დახმარების უნდა გადავხედოთ, რომ ამდენი კაცი რო ყოფს დახმარებაზე, არჩევნების წინ გაზარდეს 200,000-ით, ეხლა ლაპარაკობენ იმაზე, რომ ბევრია ძალიან და უნდა შევამციროთ, არ უთქვამთ, რომ უნდა შევამციროთ. ესე იგი, აი უამრავი რამ არის კიდე აქ მაქვს ჯარიმები, გააორმაგეს, გაასამაგეს ჯარიმები. ინგლისიდან ჩამოვიდა პიროვნება მანქანით და თქვა, რომ დიდ ბრიტანეთში მთელი წლის განმავლობაში იმის მიათეც არ ვიხდიმე ჯარიმებზე, რაც ერთი კვირის განმავლობაში თბილისში გადავიხადეო. ეხლა როგორ ლონდონში დავდივარ და თბილისში ვერ გავივლი, ანუ აბსოლუტურად ქვეყანა ცხოვრობს მიწის გაყიდვით, რაღაცის გაყიდვით, ისაც წინაპრებს აუშენებიათ ჯარიმებით, ამდაგვარი რამეებით და ნუ აი თქვენ წეგან ვახსენეთ არა, ხელფასი იბეგრებაო, ხელფასი 20%-ია საშემოსავლო ჩვენთან. თქვენ წარმოგიდგენიათ, იქ დაიწერა რომ თქვა ვიღაცას აქვს 3,000 ლარი ხელფასი, ხო? ხელფასი 700 ლარს იმას იხდის, 600 700 ლარს იხდის საგადასახადოს და იმ საგადასახადოში გადახდილი გადასახადი შედის როგორც თქვენ ძალეთ, ხო, ხომ ეს სწორად გავიგე რა? ისე თქვენ წარმოგიდგენიათ, ის საკითხები, რომელიც მე ჩამოგითვალეთ, არჩევნების წინ არ უთქვამთ. ანუ არჩევნების წინ რასაც დაპირდნენ ხალხს ერთი რამისთვის ხელი არ მოუკიდებიათ, არჩევნების დროს რაც არ დაპირებიან, ყველაფერი ჯარიმები გინდა, დახმარებები გინდა, განათლება გინდა, ემიგრანტები გინდა, მიწის გაყიდვა გინდა, ყველაფერი დაიწყეს მერე, იმიტომ რომ ყველაფრის უკან დგას ფული. და რეალობა არის ეგ, ვინმეს ეხლა ამას ვამბობთ, ვინმეს ვებძვით ხალხო, მე გეუბნებით გავასწოროთ, ხალხო გავასწოროთ ადამიანებო. მე აგერ შემოვიტანე ეს გაზეთი ერთმა პიროვნებამ, ძალიან ცნობილმა პიროვნებამ, ქალბატონმა მანან აბაშიძემ მომიტანა, პროფესორია, დოქტორია სახლიდან, დავითი ზარი. როცა დავით აღმაშენებლის ძეგლი გადაგქონდათ, აი მაშინ ვიდექი და ღამეს უთევდით. სხვა შორის კობახიძის მთელი ოჯახი იქ იყო და გია კობახიძე, მამა და ისინი იქ ვიდექით. ღამეს მე უთევდი მარტო 3 ღამე გავათელე, რომ არ გადაეტანა ძეგლი, მაგრამ აი გადაეტანეს ეს ძეგლი და მაშინ ვამბობდით ჩვენ ყველანი რომ დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანა ეს იქნება დავით აღმაშენებლის იდეოლოგიის გადანა საქართველოსთან თქო. და ვთქვით რომ დააბრუნეთ რა, წმინდანის ძეგლი დგას იქ, სადაც მისი აღმართვა არ უკურთხებია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. სადაც აკურთხა, იქედან გადაიტანეს ის რომ არ უთხრეს. ანუ ველოსიპედი დადგეს. ველოსიპედი დადგეს. რატომ მოახსენე დავით აღმაშენებელი? ისე დიდგორი თბილისში შემოდის. დიდგორის ომი ვისთან ქონდა? დავით და კონსტანტინე მხეიძეები ვინ ათხრია ქუთაისში? ხო, ესენი მე ხوار ვამბობ რომ არაბებს ტყვიავესროლო და ვებძოლოთ. ვიყოთ კარგად, მაგრამ ჩვენი ამ ხალხს ხო ვიცი ძალიან კარგად რომ მუდმივად აქვთ რომ საქართველოს არის მაინც ღვთის ესე იგი მარიამ ღვთისმშობლის წინხვედრი ქვეყანა და ეს არის მართლმადიდებელი ქვეყანა და ძალიან უნდათ რომ არამართლმადიდებელმა სახელმწიფოებმა ჩაიგდონ ხელში. არ ვებძვი არამართლმადიდებელ სახელმწიფოებს, მეგობრობა მინდა მათთან, მაგრამ ხელი ხომ არ უნდა შეუწყოთ ამას ყველაფერს, ეს ხო საშინელებაა რა. ანუ აი განვიცდი ამას, მე დღეს აღამოს ის განცხადებები, რომელიც მინდოდა ამ საღამოს გავაკეთებ ამ იმაში გადაცემაში და კიდე ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი მაინც დაკავშირებულია მიწისადმი დამოკიდებულება, ეს არის ქვეყნის ღირსების მატარებელი. ღირსეული ქვეყანა მიწას არ ყიდის. ღირსეული ქვეყანა იცავს თავის მიწას და არა მარტო უცხოელებისგან, არამედ თვითონაც თუ ვინმე მყიდველი ყავს ამ ფულიანება მოიყიდეს მიწა და არ ამუშავებენ, იმისგანაც კი იცავს ქართული მიწა იმსახურებს იმას, რომ იგი სასუქით არ იჟღენთებოდეს, ქართული მიწა იმსახურებს იმას, რომ აქ ესე იგი არ ამუშავებდნენ და ქართული მიწა იმსახურებს იმას, რომ აქ მოწეული პროდუქცია ჭამდეთ ჩვენ და არა ირანიდან, თურქეთიდან, არაბეთიდან. რა თქმა უნდა, ნუ რა პრობლემა აქვს საქართველოს ყველა მეცნიერული გათვლით, ჩვენ შეგვიძლია წყალი გვაქვს ჩვენ ისეთი, მაგრამ წყალი უკვე იკარგება, იმიტომ რომ წყალი პრაქტიკულად იწამლება. იმ შხამქიმიკატებით მოიწამლა, ჩამოდიან პიროვნებამ გადასარევე რაოდენობა გვაქვს წყალი წყინვალე, ამით შეგვიძლია რომ თანაც ვიცით რომ წყალი ბენზინზე მეტი ეღირება, მაგრამ დღეს რეალურად ვიციტია სასმელიდზე დედამიწაზე 50 მილიონი კაცი ხდება ყოველწლიურად, უკვე 3 წლის შემდგომ დაიწყება ყოველწლიურად მოხდება უწყლობის გამო. ჩვენ გვაქვს იმდენი, როცა რომან როა უდგას ამას სათავეში, ამ საქმესთანაც.
აი ვერ გაარღვია ეს კალი რომ არ იწამლებოდეს მიწა ასე არ იწამლებოდეს შესაბამისად ბუნება ჩვენი არ იწამლებოდეს ჰაერი არ ვიწამლებოდეთ ადამიანები ამ შემოქმედებებით და წყალი და ამდენი ავადმყოფობა მოხდება წარმოიდგინეთ როგორი ხალხი და ამისებით ახლა მეც თქვენმა საუბარმა ძალიან მეც მათქვევინა ბევრი ისეთი რომ უმზეც არ ვფიქრობდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ გაქვთ რამდენიმე წუთი რაც გნებავთ კიდე ვიმართეთ თუ რაიმე გაქვთ და ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად პირდაპირ ეთერში დღეს მეც ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა და სამადლობელო რომ მომიწვიეთ აქ და მომეცა გამომეთქვა ის ჩემი მოსაზრებები ეს ჩემი მოსაზრებებიც არ არის რა თქმა უნდა ეს ფაქტია რეალობა რაც დღეს ხდება და მეც დიდი იმეც ვიტოვებ ბატონო თემურ რომ ეს ყველაფერი უკეთესობისკენ შემოbrunდება და პირველ რიგში ჩვენი აზროვნება გასწორდება ჩვენი აზროვნება იმიტომ რომ ყველაფერი მაინც ჩვენგან იწყება ხო ჩვენი დამოკიდებულებით იმიტომ რომ მხოლოდ ყველაფერი შიგნიდან იწყება სულიერებად ისი აი შიგნით რო ცარიელი ვარ ქვეყანაც ცარიელია გეთანხმებით სასაულის არის მე მინდა გითხრათ რომ ბატონ ნიკა ჩხეიძეს რომელიც არის ჩვენი სათვისტომოს ხელმძღვანელი ამერიკაში და სასაულად ისეთი ის გამოაქვეყნა რომ ჩვენო პროტესტი გამოვხატეთ თუ ემიგრანტებთან დაკავშირებით ასეთ გადაწყვეტილებას რომ საერთოში კარები დაგვიკეთესო და ფოიეში შესვლის უფლება წარმოგდეს და წვიმიანამით ასე როგორ მოგვეცნენ ასე წარმოგეგენიათ არ არის ადამიანური მაგრამ ბატონ ესე იგი მე ამ შემთხვევაში ჩვენს მეგობარს მეცნიერთა კონგრესის წევრია და ისიც დასახელებულია როგორც გითხარით რომ ერთ-ერთი საინტერესო პიროვნება არის ესე იგი ბატონი ნიკოლოზ ჩხეიძე მას მინდა უთხრა რომ არავინო ჩვენო მხარდამჭერი არ აღმოჩნდაო წასული ვართ ნახევარი ემიგრაციაში და ნაცახლ წასული ემიგრაცია დიდ საქმეს უკეთებდით აქამდე ჩვენ ასე გვეცევიან ხმას არ იღებს არავინო არა ხარ თამაში მართალი ბატონ ნიკოლოზ ხმას ვიღებთ კი არა ვიღებთ და დღეს საღამოს კიდე ამაზე ვისაუბრებთ და მინდა ვთქვა რომ დანაშაულებრივია დამოკიდებულება რომელიც არის ქვეყანაში ემიგრანტებისადმი მამა თქვენი ბატონი შოთა ჩხეიძე უღირსეულესი პროფესორი და დოქტორი თქვენთან ერთად არის და მე ვამაყობ იმით რომ მასთან ერთად დაიწერა 2006 წელს მერაბ ბერძენიშვილი რეზო ჩხეიძე შოთა ჩხეიძე სწორედ აი ამ ხალხის არნოლდ გეგეჭკორი რომან ურუა ტარიელ ხარხელაური ნუ აი ამ ხალხის მონაწილეობით დაიწერა ემიგრანტთა განწყობა გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის სადაც ჩვენ იმასაც კი ვთავაზობდით ხელისუფლებას რომ ემიგრანტს უცხოეთში ის უფლებები უნდა გქონდეს რა უფლებებიც აქვს იმ ქვეყნის წარმომადგენელი ჩვენს ქვეყანაში რა არის რას ვითხოვთ არასდროს თურქს რა უფლებებიც აქვს საქართველოში ის უფლება უნდა გქონდეს ქართულ კაცს თურქეთში თუ ვარ ჩვენ ღირსეული ადამიანები ვართ და მეორე კიდევ ჩვენ ამბობდით იმას რომ სადაც ბევრი ცხოვრობენ ქართველები იმათ თავიანთი წარმომადგენელი უნდა ყავდეთ ხელისუფლებაშიც და უპირველესად ყოვლისა პარლამენტში ჩვენ ბატონ ნიკოლოზ და დაუბრუნდეთ იმას რაზეც მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ ბერძენიშვილის ეზოში უნდა შეიქმნას საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების და უცხოეთში ემიგრანტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ლიგა და ჩვენ ძალიან მაგრად უნდა დავიცვათ ჩვენი ემიგრანტები უცხოეთშიც და უნდა დავიცვათ საქართველოში მათი ოჯახებიც და ყველა პირობები ეს არის ჩვენი პოზიცია ეს არის მეცნიერთა კონგრესი და მე დარწმუნებული ვარ ის საზოგადოებრივი პარლამენტი და ის ღირსეული ხალხი რომელთა შემადგენლობაში თქვენც ხართ დასახელებული ეს ყველაფერ ამას გავაკეთებთ ეჭვ არ მეპარება მე ეჭვ არ მეპარება იმაშიც რომ ხელისუფლება ან მოусმენს მეცნიერთა კონგრესს მეცნიერებს და ხელისუფლება მოусმენს ხალხს ან ხალხი მოიყვანს იმ ხელისუფლებას რომელიც ეთქვის რომ მე ვარ მსახური და ამ ქვეყნის ბატონ პატრონი არის ხალხი დიდი მადლობა